მაშასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში და როგორც გითხარით, შემოგვიერთდა სტუმარი გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვის უსაფრთხოების მმართველობის მკვლევარი. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. მონაწილეობისთვის, მოკლედ, ტრამპი ყოველ დღე რაღაც ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს და შეიძლება არავინაც არ ვიცი ვინმე იყო იმძელოდა, რომ თლად ასე დონეზე აქამდე მივიდოდა საქმე, რომ კანადას მოითხოვდა გრენლანდია, პანამის სახში და გრენლანდია კიდე გავიგებ, მაგრამ ბოლოს კანადას ითხოვს და დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰოკეის უეინ გრეცკის კანადის გუბერნატორობას თხოვაო. უკვე გუბერნატორის თანამდებობას არ იღებს. შეესთავაზებო. ნუ, აი ასე ვითარებაში ვარ, პუტინთან შეხვედრა დანიშნულია, ამბობს და მალე შევხვდებითო. და ნუ, აგერ Financial Times-მა დაწერა, რომ ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლოა ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს. ანუ შეიძლება ამოყირავდეს და მართლაც ახლა რუსეთს ხელფეხი გაეხსნას. რამდენად ველოდებით ასეთ განვითარებას? ანუ დაახლოებით რა მოხდეს, იცი რომ აგერ ახლა კანადას და აქეთ დასავლეთ ნახევარსფეროს მივხედავ ამერიკის კონტინგენტს, რასაც ეს მონროს დოქტრინა ითვალისწინებს, რომ იქ ამერიკა უნდა იყოს დომინანტი და რუსეთმა კი ბატონო თავის ასე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ისე იმოს როგორც უნდა. შეიძლება ასე დავაგდეს? მე არ ველოდები პირადად რომ ესეთი რადიკალური ცვლილებები მოხდება, ანუ ეხა ის რომ რაღაც შეიერთოს კანადა, ანუ რა ვიცი, რაღაც მართლა სასწაული უნდა მოხდეს. სულ სხვა საკითხი არის, რომ ამ თავის რიტორიკით ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს ამერიკისთვის მას ის ხაზს უსვავს, რაც არის პრობლემური საკითხი, რაც გრენლანდიას შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს თავის ბუნებრივი რესურსებით, მდებარეობით. მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ამერიკული სტრატეგიის ფარგლებში ეს ყველაფერი ლეგიტიმური და რაციონალური და გასაგები არის, მაგრამ ის რაც ყველაზე შემაშფოთებელი და მიუღებელია პირადად ჩემთვის არის ფორმა და რიტორიკა საერთოდ მოკავშირეებს და თავის პარტნიორებს, რომლებიც 100 წლეულები თუ 10 წლეულები ამერიკის პარტნიორები და მოკავშირეები იყვნენ, ასეთ ენაზე არის საუბრებიან. ძალიან დამამცირებლად გამოიყურება ეს ყველაფერი, ხა თქვენ დააყენეთ თავი თქვათ, რა ვიცი, კანადის ან დანიის პირველი პირების ადგილზე და რაღაც ესე აგდებულად არაფერში რო არ ჩაღაგდებენ თითქოს და ესე გესაუბრებიან გინდა ვინც უნდა იყოს. ეს ძალიან პრობლემაა. ეს მეორე რეაქციები მოყვა ამას, აი კი ბატონო. ეს ამაზე ვისაუბროთ. მეორე საკითხი არის ის, რომ თუ ამ ხაზს გავაგრძელებთ და იმას, რასაც აქამდე საუბრობდით, რომ საერთაშორისო სოფლიო წესრიგი და ლიბერალური დემოკრატიული წესრიგი დგას ამ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ნორმების პატივისცემაზე მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში და ამ მიუღებელი არის საზღვრების ესეთი უხეში გადახედვა, მით უმეტეს ძალისმიერი ცვლილებაზე რაიმე რიტორიკა, გავსი ტიპის ნაბიჯები რო წარმოიდგინოთ, რომ ამერიკისგან განხორციელდეს. როგორ გითხრათ, აბსოლუტური წითელი ხაზი იქნება მოშლილი, მიუღებელი იქნება და საქართველოსთვის მაგალითად ეს ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს, როგორც არის სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს პირველ რიგში იგივე რუსეთის შემთხვევაში, ხო, მაშინ რაღა დარჩენია ნებისმიერ სხვა დიდ სახელმწიფოს, რომ რაღაცა ისტორიული მეხსიერებების ან მნიშვნელობის გამო არ მოითხოვს რაღაცა პრეტენზია არ გამოთქვას ჩინეთმა, ტაივანზე, თურქეთმა, ოსმალეთის იმპერიის ნაწილზე და ნუ აი ხა მცირე სახელმწიფოების ბედი, ესეც სამყაროს როგორც საქართველოა, თან ესეთი დაუცველი და სუსტი, ნუ ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომ ეს რისკები არის. მე ამ გონია უბრალოდ ხა ამ რიტორიკას შეიძლება გვერდითი მნიშვნელოვანი რაღაცები მოყვეს. დაახლოებით იგივე სიმბოლოებს, ხო, რაღაცებს გვეგონა რომ შეგნით დააბალანსებენ, მაგრამ არა, იცით რა არის? გააჩნიეს რაში ითარგმნება რა ნაბიჯებში. ის რომ თუ ეს გამოიწვევს ევროკავშირის ქვეყნებში, ნატოში თავდაცვის ხარჯების გაძლიერებას, ევროპის მეტ თვითკმარობას, ზოგადად უსაფრთხოების თვალსაზრისით, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგას ჩინეთის, ირანის და რუსეთის მიმართ, ის იქნება ძირითადი შინაარსის მატარებელი. გრენლანდიაში მაგალითისთვის მე დავწერე კიდევაც, რომ ისედაც არის დამოუკიდებლობის მისწრაფება და პარტია, რომელიც მართავს რთული სახელია, ვერ დავიმახსოვრე მიუხედავად ვებჯერ დაწერისა. იმის ლიდერი არის თავის ენაზე ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, რაღაც 60,000-მდე მოსახლეობა არის. რეფერენდუმის ჩატარებასაც აპირებენ, ისედაც ფართო ავტონომიის, რომელიც მათ დანიისგან მიიღეს 2009 წელში, დამოუკიდებლობასთან დაზიარებული, ხო? ვოლცის ის არა. კი, ბატონო. ანუ ეს რას ნიშნავს? მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის, რომ აქ ტექნოლოგიური მიმართულებით იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნახევარგამტარების წარმოება თუ სხვა სტრატეგიული რესურსი ნედლეულის თვალსაზრისით დღეს განსაკუთრებით რამდენიმე კომპონენტში არის ჩინეთის. და ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცა კომპონენტებში 100%-იანი მონოპოლისტია წარმოების.
ეს ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ძალიან მკვეთრად გამოიკვეთა და ის აქტი, რაც მიიღეს ამ სფეროს სუბსიდირების და დახმარებისთვის, აიხლა არის გახურებული. გრენლანდიაში არის ამ რა ქვია რესურსების, საჭირო რესურსების ძალიან დიდი წილი, რომელიც არის ხელუხლებელი. და რომელსაც არ აქვს არც ჩინეთს ბუნებრივია, ასე ვთქვათ, წვდომა, იმიტომ რომ ძირითადად მას გააკეთეს ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდან. და შემდეგ აი მეორად პროდუქტს თავაზობს უმეტეს შემთხვევაში ისევ ამერიკას. აი რაციონალური თვალსაზრისით, როგორც აი წინა გეოპოლიტიკურ, რაღაც რესურსების თვალსაზრისით რომ შეხედო, გრენლანდია თუ რაღაცა განსაკუთრებული ტიპის ურთიერთობას დაამყარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პირობით, რომ ეს სტრატეგიულ რესურსებზე წვდომა მათი მომავალში დამუშავება, გამოყენება აქ უნდა ამერიკული პრიორიტეტი იქნება, ეს აბსოლუტურად გასაგები იქნება და ტრამპის ეს რიტორიკა მისი ვიზიტი შვილის ვიდეოების დადო აი გრენლანდიაში როგორ ჩადის და ჩაფრინდა და ეს ყველაფერი აბსოლუტურ ლოგიკას ექვემდებარება და სუფთა გეოპოლიტიკურად ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე როცა ვსაუბრობ და ატლანტიზმის ნება რაც არის რა, ეს არის სწორედ აი ამ ნახევარსფეროს ასე ვთქვათ დასავლური გაგება და ხედვა. აქ ჯდება რა იმით და ეს არ ითხოვს ბუნებრივია კანადის არც მიერთება არც გუბერნატორს ნიშნავს ამი. ხო, ნუ ეს რიტორიკა კიდევ ერთხელ რაში კონკრეტულად ითარგმნება, ეს არის სანახავი ჯერ კიდე. მოდი წავიკითხავთ უოლცის განცხადებას, რომელიც ჩვენს ჰქონდა გაზიარებული, ხო? ეს მხოლოდ გრენლანდიას არ ეხება. ეს ეხება არქტიკას და იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ნავთობსა და გაზს, რომლებიც ჩვენთვის ეროვნულ უსაფრთხოების დონის საკითხია. დანია შეიძლება იყოს შესანიშნავი მოკავშირე, მაგრამ გრენლანდიას, რომელიც მათი კონტროლის ქვეშაა, ვერ მოექცევა ისე როგორც მიყრუებულ რეგიონს. ის მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში და არაერთი პრეზიდენტი ცდილობდა მის ჩვენ სფეროში შემოყვანას. აი რა არის მნიშვნელოვანი, როგორც დონალდ უმცროსის იქ ჩაფრენის შემდეგ დავინახეთ, გრენლანდიის მოსახლეობა 56 ადამიანი აღფრთოვანებულია დასავლეთ ნახევარსფეროს კვლავ დიდებულად ქცევის პერსპექტივით. ანუ ხალხი როგორც კანადელები ჩვენსგან არის, ისე გრენლანდიელები. ტრამპის მიერ წარმოთქმული მოსაზრებები ეხება ამერიკის ხელახლა წარმოჩენას დასავლეთ ნახევარსფეროში. იქნება ეს კარტელებთან ბრძოლა, პანამის არხი, გრენლანდია თუ ამერიკის ყურე, ანუ მექსიკის ყურეზეა საუბარი, რაც მომწონს და ძალიან ველოდები გახლავთ ის თუ როდის გადაიხატება რუკები. ანუ ახლა ამას ამბობს ვოლცი, ხო, რომელიც ერთ-ერთი მაღალი ჩინოსანი იქნება ამერიკის ტრამპის ადმინისტრაციაში. ამას შეგიძლიათ მონროს დოქტრინის მეორე ვერსია უწოდოთ, ხო, 2-დან 2 ვერსია უწოდოთ. მაგრამ ეს ყველაფერი ამერიკის პირველ ადგილზე დაყენების დღის წესრიგის ნაწილიაო, ის ამბობს, ხო? გეტყვით, ხო? ეს მონროს დოქტრინას რო ავხსნათ, მაყურებლების ყველაფერი რეალურად მაგ პერიოდში დაიწყო ამერიკის გამოსვლა საერთაშორისო ამასცენაზე, როგორც გლობალური ზალის ეს არის. ეს არის მეხუთე პრეზიდენტი მონრო, რომელსაც ხო, გამოაქვეყნა საუკუნის დაახლოებით, ანუ შუა ნაწილი რა. 19 საუკუნის შუა ნაწილი. რაც თავარი არის ამერიკა ფერსტ და ანტიჩინური პოლიტიკა, რომელსაც ცნობილია ეს რესპუბლიკების გუნდი, რაში გამოიხატება. იგი მონროს პერიოდი რო გავიხსენოთ და ამერიკის ერთ-ერთი პირველი ომები, მას სწორედ ფილიპინებთან და ანუ აი ამ ასე ვთქვათ გეოგრაფიულ არეალში ქონდა. სადაც დღეს არის თავარი ასე ვთქვათ დაპირისპირება ჩინეთის ახლო გეოგრაფიულ არეალში, ხო? იქ არიან სახელმწიფოები, რომელიც ჯერ კიდევ ასე ვთქვათ საფრთხეთ აღიქვამენ ჩინეთს და ეს ის გეოგრაფიული არეალია, რომელსაც პირველად ამერიკის შეერთებული შტატები მაშინ გამოჩნდა. ამ თვალსაზრისით პარალელი მონროსთან რაღაც ისტორიული პარალელი გასაგებია. დოქტრინის არსი რა იყო, რომ ამერიკის კონტინენტზე დასავლეთ ნახევარსფერო, ოკეანეები, წყნარი ოკეანეც მათ შორის, წყნარი ოკეანე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ჩვენი გავლენის სფერო, ხო? გავლენის სფერო და ის გამოვიდა რეალურად დაიწყო გამოსვლა ამ სცენაზე. ევროპული საქმეები თქვენი არის, მოდი ესე ვთქვათ, შინაარსობრივად თქვენ ვერ ჩაერევით, რაღაცა მსგავსება ბუნებრივი აქვს, იქიდან გამომდინარე, თუნდაც რომ ტრამპი ეუბნება, რომ აი ნატოს წევრის ქვეყნებმა მოშეფოს 5%-ამდე უნდა გაზადოთ, თქვენ თავს თვითონ უნდა მიხედოთ. ხო, გავიკიდა, თუ ამას აწვევია, რომ ეხა აქეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაფერს მე გავაკონტროლებ და ევროპამ თქვენ თავს მიხედოთ, გამოდის, რომ ესე იგი რუსეთმა უნდა იგულავოს, ხო, აქ? აი რუსეთმა უნდა იგულოს იმ შემთხვევაში, ხა გულაობა გამოვა თუ უკრაინაში მისთვის ყველაზე კარგად წარმატებულად გაიხსნება ეს კვანძი, ხო? ეს ძალიან ჰაერში დაკიდებული საკითხია კიდე და კონკრეტულად რას შეეცდება ამერიკის შტატები მიიღოს საკითხავია მეთუნეტეს, როდესაც პუტინს არ უნდა კომპრომისზე წამოსვლა და აცხადებს იგივე ლავროვის პირით, რომ არანაირი საუბარი რაღაცა 10 წლიან და 20 წლიან უბლოკო სტატუსზე ნატოს, რომელიც ისტორიისთვის არაფერი არ არის ეს ვადა. ისთვის არ არის მისაღები,
შესაბამისად აქ ორი ვარიანტია, ხო, ან ერთი მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, ან მეორე, ან უკრაინის ხარჯი უნდა მოხდეს ამ კომპრომისის მიღწევაც ყველაზე ცუდი სცენარია. ანუ იმდენად შეუწყვილო ყველანაირი დახმარება, რომ რაღაცა სტატუს-კვოს მიღება იძულებით მოუწიოს. მაგრამ ეს საერთო ჯამში რაღაცა მათი საერთო სტრატეგიის ფარგლებში უნდა გამოჩნდეს. მე არ მგონია, რომ აი ესეთი ეგრეთ წოდებული ტრეიდ-ოფი უხეში მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს რიტორიკა საზღვრების გადახატვაზე იმაზე, ну მაშინ ჩვენც რა ვიცი თავი რო ქონდა. აი სამხრეთ კავკასიიდან დარუბანდა. ჩვენთან რა შეიძლება ეს, რაში შეიძლება გამოიხატოს. თქვათ იგივე რუსეთის პრეტენზიების მიმართ წაყრუებაში თუ რუსეთი აი პრეტენზიების მიმართ ეს კიდევ ერთხელ ჩვენს მიმართულებაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა იქნება უკრაინა როგორ დამთავრდება და რუსეთი საით გამოათავისუფლებს და რა რესურსების გამოთავისუფლებს. უკრაინაზე მე რომ თვითონ ტრამპმა თქვა 6 თვე მაინც მინდა ხო? ხო, მინიმუმი. ну აი იმიტომ რომ ბუნებრივია რაც უფრო ხა უშუალოდ საქმეში შევა, მიხვდება რომ ერთ დღეში და ორ დღეზე და ერთ თვეზე საერთოდ საუბარი. ეს პუტინთან შეხვედრა რამდენად ის არის, რა ქვია, კარგი იდეაა თქვენი აზრით. ჩემის აზრით ის მისი ეგოცენტრული იმიდან ბუნებიდან გამომდინარე ხო, იმიტომ რომ ეს ხო ხა ამ შეხვედრას ხო პერსონალები შეიძლება არ მოყვეს და პუტინმა კიდე აი დაუბრუნდეს საერთაშორისო ასპარეზზე რაღაც აი ასეთი შეიძლება ტრამპი აუცილებლად მისი პიროვნებიდან გამომდინარე რომ რაღაცა პერსონალური ისტორია, personal success story-ვით წარმოადგენს ამერიკის მოსახლეობისთვის რაიმე. ამიტომ შეხვედრა შეიძლება მე არ მგონია რომ ერთ შეხვედრაში ჩაითიოს ეს პრობლემები და საკითხები მარტო უკრაინას დაპირისპირება ხო არა. ამას თან ერთად უამრავი გლობალური საკითხი, ახლო-აღმოსავლეთი, ირანის საკითხი, ჩინეთის საკითხი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე საერთოდ ყველაზე ადრე რუსეთმა დაიწყო მუშაობა და პროაქტიულად პირველად სამხედრო და ისე თქვა საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიებში ჩრდილოეთ ნახევარსფერო რუსეთის ხედვებში გამოჩნდა და საერთოდ ყინულმჭრელი ფლოტი წამყვანი დღემდე რუსეთს ყავს იმაში ან ამერიკის გარდა ნორვეგია თავარი მოთამაშე ასე თქვა ზალი თუ ვიტყვით ვისაც შეაქვს უნარები იმისი რომ იქ თავის ინტერესები დაიცვას მე ვფიქრობ გულისხმობ თქვა სამხედრო პოტენციალი რა და არქტიკაში ხო ერთი საკითხი არ იქნება ეს არ იქნება მარტო უკრაინის ჭრილში დანახული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ მომდენო 10-15 წლისთვის ზოგადად რუსეთის ისტორიული ბედი დავარქვათ ასე რა იქნება რა რა სცენარით გაჩერდება თუ დამთავრდება ეს და რას გულისხმობ პუტინის ბედი როგორი იქნება იმიტომ რომ გვახსოვდეს რომ დასავლეთს დღეს აქვს დაახლოებით რაღაც 700 მილიარდამდე გაყინული რუსული კაპიტალი რომელსაც კი იქადნისო თითქოს უკრაინას გადასცემს მაგრამ ჯერ ეს ფაქტი არ მოხდა გარკვეულ სავაჭრო იმას იტოვებს და ამ კაპიტალში რო არ არის მარტო პუტინის რესურსები ხო და იგივე ოლიგარქების ბევრი იმ ადამიანის რესურსი არის ვისთვისაც შეიძლება პუტინის ასე ვთქვათ წასვლა და ამ კაპიტალის გადარჩენა საერთო ნიშნით საინტერესო იყოს ამას შეიძლება მომარში ფაქტორი გადარდეს რა იქნება ხვალზე ხო ჩვენს რეგიონში ეს ბუნებრივი ხა შეიძლება აგერ ალიევი გამოვიდა და სომხეთს ემუქრება ყველაზე ცუდსენარში სადაც ვიწროა იქ გაწყდება და ეს ვიწრო არის სამწუხაროდ ამ ჯარში საქართველოს არის ზრგოლი ანუ მე თუ რაღაცა ყველაზე არავის ვაშინებ მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ არასოდეს ათქვა არასოდეს არის არა მარტო ცხოვრებისეული და მნიშვნელოვანი ისტორიული წესი მნიშვნელოვანი ანუ რამდენად არის შესაძლებელი ის ახლა ერთ შეკითხვა მინდა დავსვა აი რას ის იმედით საქართველოს ხელისუფლებას აქვს თუ ებაუჭება ამ იმედს თუ როგორ დავარქვა არ ვიცი კერძოდ ის რომ აი ტრამპი რომ მოვა გააუქმებს იმ აი ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს და ჩვენ თავს დაგვანებებს არ მგონია დაახლოებით ასეთი იმედებია ხო ეს თავიდანაც ვამბობდი ამ ეთერშიც რომ ეს ნაკლებ სავარაუდო არის და მაგაზე მე ვთქვათ აზრი არ შემიძლია მაგ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში უბრალოდ ზოგადად ქვეყანა აი ესეთ ვითარებაში ესეთ პოლიტიკური კრიზისის ფონზე საერთოდ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობის პირობები საერთოდ საკანონმდებლო რა ყველაფერი გაჩერებული არის. მე მაინტერესებს ასეთ საგიჟეთ შეო ესე როგორ უნდა ვიყოთ ეგ იმ ხალხს მინდა ვკითხო, ვინც აწვება ამ იდეას, განსაკუთრებით საქართველოს მომხრეები არიან და მათი ესე თქვა იდეოლოგები, რომ არც ამერიკა გვინდა, არც რუსეთი გვინდა, ჩვენთვის უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი და ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, ჩვენთვის ვართ ჩვენთვის ვართ ამოგდა დაიწყოს რაღაც გადანაწილება, აგერ აზერბაიჯანი სომხეთს ემუქრება, იქ აზერბაიჯანს მოკავშირე ყავს თურქეთის სახით და აი ეს წარმოვიდგინოთ, რომ ზანგეზურის დერეფანი თუ დაიბრუნო, მართლა ჩაიგდო ხელში აზერბაიჯანმა, საქართველოს საერთოდ აღარ ჭირდება თურქეთზე გასასვლელად. ანუ დღეს აზერბაიჯანი რატომაც გველაპარაკება, ტკბილად არის ის, რომ ჩვენ ჭირდება ზღვაზე გასასვლელად, თურქეთში გასასვლელად და ეს ზანგეზურის დერეფანი თუ დაითრია
რაღაცი ვჭირდებით ჩვენ, ხო? მე ჩვენ ერთ დღეს აღმოჩნდეს რომ აქეთ თურქეთს გაუჩნდა ბათუმზე პრეტენზია, აზერბაიჯანს რაღაც მარნეულზე და ასე შემდეგ. და შენ როცა მოკავშირეს გარეშე ხარ, ანუ არც რუსეთი გინდა, არც ამერიკა გინდა, მარტო ხარ. აი რას აკეთებ ამ დროს მე, ხო? ხო, აი რას ნიშნავს ამ ხალხს მინდა ვკითხო, რომ არ გვინდა მოკავშირე, არც ამერიკა გვინდა, არც რუსეთი გვინდა, მარტო ვიქნებით. აი მარტო აზერბაიჯანი გადაყლობავს, მარტო რო დარჩება. არასოდეს არ გამოგცვლია ჩვენ საქართველოს ისტორიაში მარტო ყოფილა. ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, სადაც საქართველოს მარტომ შეძლო გადარჩენა. უახლესი ბოლო პერიოდის 200 წლის მანძილზე, ხო? იქით შორს ვაწავდეთ, ამის მაგალითად ჩვენი პირველი რესპუბლიკის მაგალითიც მაგას აჩვენებს. საქართველოს მარტოობით არ გამოუვიდა თავის გადარჩენა სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი. საერთოდ იქით რო ჩავიდეთ დავით აღმაშენების ეპოქაში საერთაშორისო ვითარება არ შეიცვალა და უნებური მოკავშირე არ გამოუჩნდა ჯვაროსნული ლაშქრობების სახით, იქაც არ დაწყებულა დიდი ძვრები. ახლა ძალიან ისტორიულ იმაში წავედი, მაგრამ ამ ქვეყნის მაგალითი მაგას აჩვენებს, ასე რომ ეს არის არარაციონალური მსჯელობა. ქვეყანა საერთოდ რითი უზრუნველყოფს თავის არსებობას. ხო, ეს არის ენეული ძალაუფლების ელემენტი, ჯარი, დიპლომატია, თავდაცვა, დაზვერვა, ეკონომიკა, ამ ყველაფრის ერთობლიობა. ეხლა რომელი პარამეტრი ვარ ჩვენ იმ დონეზე თვითკმარი, რომ ესე ფეხი გადადებულმა ვთქვა, ფეხზე გადადებულმა ვთქვათ, რომ დაუჭამიეთ ერთმანეთს ჩვენ თავს გავიტანთ. საერთოდ არ შეიძლება ასეთ პრიზმაში მსჯელობა. კიდევ ერთხელ ჩვენ ისტორიული გამოცდილება გაჩვენებს უახლოესი, რომ როდესაც კი ირეოდა ასე სიტუაცია, ეს მათ შორის ჩვენი მიწების ხარჯზე ხდებოდა. სამწუხაროდ ბოლო 500 წელია საქართველოს რუქა პატარავდება. ასე რომ ესე რა თქმა უნდა დალხენილად არ შევხედავდი. ჩინეთის ინტერესების შემოსვლა კარგი არის, ისედაც რეგიონში მეტნაკლებად მშვიდობა ძალთა საერთო ბალანსზე დგას. ბევრი ინტერესების დახვეწა. საინტერესო მომენტია, რომ არჩევნების მერე უკვე მეოთხედ შეხვდა ჩინეთის წევრი ირაკლი ყობახიძე. ხო. არჩევნების მერე მეოთხედ შეხვდა. კი და აქ ქვას ვისვრი ოპოზიციის მხარეს, რომ ჩინეთის ელჩისგანაც იყო ესეთი ის, რომ რატომღაც ოპოზიცია აქტიურად აიგნორებს. ხო, ანტიჩინური იყო და განცხადებები სხვათა შორისაც წარმოუდგენელი ირაციონალიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ასე თქვა ტრამპს არ უნდა ჩინეთი და ვითომ ანუ არასერიოზულია სამწუხაროდ ეგ რეალობა არის ასე რომ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე რა თქმა უნდა ჩინეთი იქნება და ეს ჩვენი ბოლო პროცესების ანაკლიოს ჩინეთი იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე ჩინეთი დაგვიჩავს რეგიონში მოკავშირეობა არ მithქვავს საერთოდ ხო ჩინეთს არ ახასიათებს ესეთი ჩარევა მოკავშირე ხო სომხეთს აზერბაიჯანს ყავს თურქეთი მოკავშირე სომხეთს ყავდა რუსეთი და აი რუსეთთან მოკავშირეობა რა ფასია ეგ სომხეთსაც საკუთარ თავზე იწვნია ხო არაფერში არ გამოვა რას ნიშნავს იყო დემოკრატიული სამყაროს მოკავშირე და პატრიოტი ეს ვიცით და რას ნიშნავს ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოს მოკავშირე აი უკრაინაო ასეთ დღეში უკრაინა ქემაიძე ბრძოლას მაინც ახერხებს ანუ იგივე დასავლეთის ხარდაჭერით 3 წელია წინააღმდეგობის გაწევას ახერხებს და რუსეთის მოკავშირე რო იყო სომხეთი 2 დღეში უბრძოლველად მოუწია ყველაფრის დათმობა ხო თელეყარაბა ბრძოლაც კი ვერ ბრძოლა ანუ იარაღიც კი არ მიიწე ხა დასავლეთი იარაღს მაინც აძლევს უკრაინას და ფულს მაინც აძლევს ისა მერაბ გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანი რა ჯერ ესეთიც უზარმაზარი ადამიანური რესურსია და მიუხედავად ამ რესურსისა მაინც სამობილიზაციო პრობლემები აქვს ეხაც უკრაინას ვერ უყრის იმდენ მებრძოლს ადამიანს თავს რაც მას იდეალში ჭირდება და იქვე ეყავდა მეზობლები საიდანაც ლოჯისტიკური მიწოდების არანაირი პრობლემა არ არის. ეხლა რაღაცა მსგავსი წარმოიდგინე ჩვენს რეგიონში საქართველოს ფაქტობრივად ჩაკეტილია თავიდან ბოლომდე თურქეთის ბედის გადაწყვეტის ამარა დავრჩებით ესეც სცენარში რომ წარმოვიდგინოთ რომ თავი დავანებოთ ეხლა რისი თავი გვაქვს და რამდენად სასურველია საერთოდ აქვია აქ რაღაცა ესეთი ამბების დატრიალება ხო მაგრამ ამის შედარებაც არ შეიძლება ერთმანეთთან. ასე რომ მოკლედ ჩვენ დროს სამწუხაროდ ამოიწურა მადლობა დიდი. გადაცემის გიორგი ანთაძე ჯოკეისის თავდაცვა უსაფრთხოების